ახლა შემოგვერთება ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელი ლელა რაზიკაშვილი და მასთან ერთად ვისაუბრებთ 4 ოქტომბრის ოპოზიციურ გეგმებზე, ეგრეთ წოდებულ მშვიდობიან დამხობაზე და ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა შანსები აქვს ოპოზიციას არეულობის. ლელა, მოგესალმებით, მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხართ. მოგესალმებით ყველას. საღამოშვიდობის. მინდა დავიწყო ერთი რამით, დღეს 25 სექტემბერი დამთავრდა და მალე 27 სექტემბერი გათენდება ყველაზე მძიმე დღე საქართველოს ისტორიაში, ჩვენს ბიოგრაფიაში და მინდა უსურვო ჩემ ქვეყანას სიმხნევე, მინდა უსურვო ჩემ ქვეყანას ის, რომ აღარასოდეს გვენახოს ჩვენზე გახარებული მტერი და ერთი რამ არასოდეს ჩვენი უგუნურებით მტერი არ გაგვახარებინოს. ეხლა რაც შეეხება რაც ხდება გარშემო და როგორაც აღვიქოთ ამას ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები, რომელსაც დავიბადეთ, ხშირად ვამბობ ამას, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ბიოგრაფია და ჩემი ქვეყნის ბიოგრაფია. მე მგონია რომ ჩემი თაობა დაიბადა ხელახლა და მოვყვებით და ერთად ვქმნით საქართველოს. ალბათ კარგად არის როგორც ვქმნით, ისე როგორც საქართველოს არის, ისე ჩემი თაობა ქმნის. ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ ამერიკაში ძალიან ტრენდული გახდა ესეთი გამონათქვამი, შეიძლება მოიშორო მაცნე, მაგრამ შეტყობინებას ვერ მოიშორებდა. ეხლა ამ პერიოდში, როცა პრაქტიკულად დაპირისპირებულ მხარეებს შორის განსხვავებული აზრის მოსმენა ოპოზიციონერების მხრიდან პრაქტიკულად იდევნება და გამოცხადებულია ღალატად და მაცნეს მართლა შეიძლება არ ესვრიან ტყვიას, მაგრამ ესვრიან ტალახს, ესვრიან წყევლას, ესვრიან ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ მე მაინც ვიტყვი და შეტყობინება ალბათ დარჩება. არ მივმართავ ჩვენ თანამოაზრეებს, რომლებიც რეალურად უყურებენ პრობლემებს და ადამიანები მშვიდად ელოდებიან საქართველოს დამშვიდებას და არჩევნებს და მომავალს. მე მინდა მივმართო იმ ადამიანებს და ვესაუბრო ახლა იმ ადამიანებს, რომლებიც არიან შეკრებილები იქ და რა თქმა უნდა ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს ემსახურებიან. საქართველოს ისტორიაში ბევრი კარგი რამ ყოფილა ამ ხნის განმავლობაში. არ არის იმხელა ისეთი სიგრძის, რომ წიგნებში წაგვეკითხა და გამოცდილება და ინფორმაცია იქიდან მივიღო. ჩვენ გადავიტანეთ 3 თაობა. ესე აკუმულირებული ვართ 75 წელში და ყველაფერი გადავიტანეთ. ბევრი რამე არის ესეთი, რაც შეიძლება განავითაროთ, მაგრამ გვაქვს ორი საბედისწერო სიტყვა: დამხობა და რევოლუცია. თავისი შედეგები. ახლა გაგახსენებთ დამხობა და რევოლუცია რას ნიშნავს? პირველი დამხობა და რევოლუციამ დამხობამ გამოგვაღვიძა ერთმანეთის ცხედრებთან, ამას მოყვა აფხაზეთის ომი, საქართველოს დე ფაქტო დაშლა. შემდეგ რევოლუცია, სხვათა შორის მინდა ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამას. მიშა სააკაშვილმა იცოდა ძალიან კარგად, რომ ეს დამხობა იყო ძალიან არაპოპულარული, ძალადობრივი თემა და ვარდით შემოსა ეს, მაგრამ ჩვენ ყველამ ხო ვიცით რა მოყვა ამას სისასტიკე, ცხედრები და დეიურეთ საქართველოს დაშლის დაწყება და როგორაც არ უნდა შევფუთოთ, როგორაც არ უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო დაუშვათ რევოლუცია, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დამხობის და რევოლუციის შედეგები იყო ის, რაც მოვიმკეთ და ამაზე უკეთეს სახელმძღვანელოს იმისთვის, რომ რა უნდა განვავითაროთ ქართველებმა და რას უნდა ავერიდოთ და რა აღარ უნდა გავიმეოროთ, საერთოდ ვერ წავიკითხავთ ვერსად. ჩვენ ბიოგრაფიაში წავიკითხავთ. ერთი თემა არის აქ, მე მაგალითად კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ ვინმე პოლიტიკოსი ან გაბედავდა, ან იკადრებდა კიდევ გაეცოცხლებინა ეს თემა. პოლიტიკოსები აქ მინდა ჩაგეკითხოთ ზუსტად, რომ როდესაც ჩვენ თანამედროვე ისტორიის განმავლობაში ვიღაც პოლიტიკოსი გამოდის და ბედავს ამ სიტყვის ხსენებას. ეს ხო არ ნიშნავს მათ შორის იმას, რომ საზოგადოება არ არის მომწიფებული სათანადოდ და სათანადოდ არ აქვს გააზრებული, რომ რომელიღაც პოლიტიკოსი თავს აძლევს, რომ მრავალჯერადად იმეოროს სიტყვა დამხობა, რაც არ უნდა კონტექსტით შეფუთოს. ეხლა მე ვფიქრობ, რომ ის ხალხი, ვინც გადავიტანეთ, საზოგადოება ამ პროცესებში იყოფა ორ ნაწილად, მე ასე ვფიქრობ. ერთი ძალიან მცირე ნაწილი, რომელიც იყო მაშინაც დამხობის და რევოლუციას, ორივე შემონაწილეობდა, ზოგი თითოში, მაგრამ მაინც ძირითადად ერთი ჯგუფია და მათ ნახეს, მათთვის დამხობა და რევოლუცია და შედეგები ტრაგედია კი არ იყო. ცხედრები, საქართველოს დაშლა ტრაგედია კი არ იყო, იყო შესაძლებლობა, კარიერა და სარგებელი. ეს ძალიან მცირე ჯგუფია. მაგრამ ეს არის мотиваცია, რა თქმა უნდა, მე ასე ვფიქრობ, მაგრამ არის მეორე, ყველაზე ტრაგიკული და ყველაზე მკივნეული შემთთვის, ეს არის მეორე, რომელიც თავის თავს ხედავს ბრძოლაში და ხედავს, რომ ამით საქართველოს საქმეს აკეთებს. მოდი ახლა მე მინდა იმ ხალხს მიმართო,
არ განვიხილავ იმას, რომ რამე შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ საქართველო აღარ არის ისეთი, როგორც 91 წელში იყო, არც 2003 წელში იყო, მინდა გითხრათ, რომ მე სამთავრობო მაშინ შტაბში ვმუშაობდი და 2003 წელს სანამ მიშა შეიჭრებოდა პარლამენტში, უკვე ჩამოშლილი იყო ეს ხელისუფლება და ზოგიერთი პერსონა დადიოდა მოსალაპარაკებლად, დასალაგებლად, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში ოპოზიციასთან. აღარ არის საქართველო ისეთი, მაგრამ მოდი თქვათ, ვინ რას უპირებს ამ ქვეყანას. აი ამ თემის მე არ მიყვარს იარლიყებით საუბარი, იმიტომ რომ ყველა იარლიყში ადამიანი თავის იდენტიფიკაციას ახდენს და მოღალატე სიტყვას გაცვითეს, მაგრამ თუ ვინმე შეიძლება ეწოდოს მოღალატე, თუ რამე შეიძლება ეწოდოს მოღალატე, აი იმ ჯგუფს, იმ ადამიანს და იმ ტვინს, სადაც მოიხარშა, რომ შეიძლება რეინკარნაცია დამხობის და რევოლუციის და არა მხოლოდ რეინკარნაცია, არამედ ამის არის რაღაცნაირი რომანტიზება ახალგაზრდებში. მე მინდა გითხრათ ახალგაზრდებს მომმართო, რომ აი რამდენიმე ხნის წინ გარდაიცვალა ჩემთვის ძალიან საპატივსაცემო ადამიანი კაცი საქართველოს ისტორია ნოდარ ნათაძე. მთელი ცხოვრების მანძილზე ის ადამიანი დაარდობდა და სინანულში იყო იმაზე, რა გააკეთა 91 წელს და მინდა გითხრათ, რომ იმათ დაუშვათ ადამიანებს, რომელსაც თავს ხედავენ, რომელსაც ტრაგედიას ვერ ხედავენ დამხობაში და რევოლუციაში და შედეგებში, იმათ შეიძლება უღირთ ეს ყველაფერი, მაგრამ მინდა გკითხოთ, თქვენ გიღირთ ამ ხელა რისკების წინაშე დაყენება ქვეყნის და გიღირთ ის, რომ აი დაუშვათ ასეთი ადამიანი, კაცი ისტორია, სინანული და უამრავი ადამიანი ნანობს დღეს ამას და იქნებ ღმერთმან უქნას. აი ეს რისკი გიღირთ თუ არა. ერთი თემაა კიდევ ყველაზე მნიშვნელოვანი, რამ იკვირს ყველაზე მეტად. ადამიანები, ზოგიერთი ადამიანი, რომელიც 91 წლის დამხობაში იქ იყო მთავრობის სახლში და თავზე ენგრეოდა ქვეყანა და ბომბები წვიოდა მათ თავზე. ხალხო, თქვენ ხო იქ იყავით, თქვენ ხო თქვენი დაარქვით მოღალატე ყველას, ვინც ბომბებს უშენდა და დამხობას აკეთებდა, რევოლუციას აწყობდა. ეხლა რა შეიცვალა თქვენთვის? მე მგონია, რომ მე აღარ მითხრა დავასახელე, ვიცით ალბათ, რომ ის ადამიანები ძალიან ბევრი მონაწილე იმის დღესაც დამხობის და რევოლუციის თემას აცოცხლებს. თქვენ ხო მაშინ ყველას მოღალატე უწოდეთ და არავის არ ეგონოს, რომ ეს სახელი არ შერჩება, ვინც ამას გაბედავს კიდე. ეს სახელი არ შერჩება როგორც იარლიყი და რაიმე მას თეთრი პიარი უშველის. თქვენ ხო მაშინ მათ მოღალატეები უწოდეთ, რა შეიცვალა თქვენთვის? მე მგონია, რომ ამ ხალხს ისტორიამ მისცა იმის შანსი, რომ პირიქით ახალგაზრდებს მოუწოდონ და უთხრან, რომ ეს არის ძალიან ცუდი უბედურება და საშინელება და ეს არ გააკეთოთ, ვისაც არ გაუვლია 92 წლის 6 იანვარს რუსთაველზე, ვისაც არ გაუვლია, არ უნახავს ის უბედურება, აი ამ ახალგაზრდა თაობას იმას ვეტყვი, რომ კითხონ იმ ადამიანებს, ვინაც ეს ტრაგედია გადაიტანეს და ერთი რამ მინდა მოვუყვეთ. მეც მაშინ მათი თანატოლი ვიყავი, არც ერთ პარტიას არ ვეკუთვნოდი, აქტივისტი ვიყავი, გარეჯში რუსთაველზე უნივერსიტეტთან დაქოქილი ტანკების წინ ვიდექით და ოქტომბრის დასაწყისი იყო ზუსტად, როდესაც მაშინ ინფორმაცია არ იყო ესეთი და გავიგებდით, რომ ვიღაცა ორი კაცი დგებოდა ერთად მიტინგი კრიბებდა, ყველა ვდგებოდით, გავიქცეოდით, გავიქეცი რუსთაველზე და პირველად დავინახე ბარიკადები რუსთაველზე იმელის წინ და იქ დაიძაბა სიტუაცია, ქალები უკან, კაცები წინ დაიძაბა სიტუაცია, გადავედი ტროტუარზე და ვხედავ რას. ორივე მხარეს, ერთ მხარეს და ბარიკადის მეორე მხარეს ვდგავართ ის ადამიანები, ხო ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, ზოგი ახლობლები ვიყავით, ზოგი, მაგრამ ვიცოდით ერთმანეთი, ვინც სულ რამდენიმე თვის წინ ტანკების წინ ერთად ვიყავით საერთო მტრის წინააღმდეგ. და უცებ აი არავის არ უკარნახებია ეს მომეჩვენა და დავინახე რომ ვიღაც მარიონეტივით ჩვენ ემოციებს იყენებდა და ერთმანეთს გვანადგურებინა და მაშინ ჩემ გულს უთხრა და ჩემ თავს მივეცი პირობა. მე ყოველთვის გამოვალ და დავდგები იქ სადაც საქართველოსთვის საჭიროა, მაგრამ არასოდეს არ დავდგები ბარიკადებთან, სადაც ხდება ძალაუფლებისთვის ბრძოლა. თუ ჩვენ საქართველოს დავიბრუნეთ, თავარი არის საძირკველი ის, რომ არჩევნებზე დავდგეთ და არჩევნებით მოვიპოვოთ ძალაუფლება. ჩემთვის არავის არ უკარნახებია. ჩემმა გულმა მიკარნახა და იმ კოორდინატთა სისტემამ, რაც დედაჩემა და მამაჩემმა მასწავლა, პირველი საქართველო, ადამიანი და მერე ყველაფერი. აი ეს მაიმედებს, რომ არის ადამიანები, რომლებსაც გამოცდილება აქვს გადატრიალებაში, მაგრამ არის საზოგადოება უამრავი, ძალიან ბევრი, რომელსაც გამოცდილება აქვს შედეგების გადატანაში. მოდით აი სწორედ ამ მიმართულებით წავიდეთ, მეც დიდი იმედი მაქვს, რომ რადიკალური განწყობები აქვს ახლა საზოგადოების ძალიან პატარა ჯგუფს, რომელიც ეძებს შესაძლებლობას დესტაბილიზაციაში, თუ კი ეს შესაძლებლობა მათ მიეცეთ, მაგრამ არის საზოგადოების დიდი ნაწილი, გამოცდილი ნაწილი, რომელმაც კარგად იცის რა უბედურება შეიძლება ქვეყანას მოუტანოს აი ამ პროცესმა, თუ კი ეს განვითარდა.
რა შეუძლია გააკეთოს აი ამ გამოცდილ და გონიერ ადამიანთა ჯგუფს? არის 4 ოქტომბერი, არჩევნებია. არჩევნებში მონაწილეობის სრულთა რაოდენობა ძალიან დიდია. ხო, აი რა მოწოდება შეგიძლიათ ახლა გააკეთოთ ჩვენი მაყურებლისთვის, ჩვენი პასუხისგებლობაც ასე ვთქვათ გავიზიაროთ. წეღან რაც ვთქვი მე, ბავშვობაში არავის უკარნახებია, ჩემმა გულმა მიკარნახა მეთქი. თქვენ გულს კითხეთ, არავის არ კითხოთ, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც აი ამ პროცესებში თავის სარგებელს ხედავთ, თქვენ გულს კითხეთ, რას ირჩევთ 4 ოქტომბერს. ქართველი ხალხი მაინც აირჩევს მშვიდობას და არჩევნებს, მაგრამ თქვენს ათხართ, არც ერთი ქართველი ჩვენთვის, არც ერთი ახალგაზრდა დასაკარგი არ არის, მნიშვნელოვანია თქვენ რას აირჩევთ. რევოლუციას, დამხობას და წარსულს, თუ მშვიდობას და მომავალს. მე ვფიქრობ, რომ ის გამოცდილება, რაც ქართველმა ხალხმა თავის ტყავზე მიიღო, ის ცხედრები, ცრემლი, დარღვევა და დაშლა და ასე შემდეგ, ის გამოცდილება ადამიანებს აძლევს იმის ნერვებს და იმის მოთმინებას, რომ ასობით ათასმა ადამიანმა უყუროს ამ ყველაფერს მოთმინებით და იცოდეს, რომ არ ჩაერიოს, მოითბინოს, იმიტომ რომ ყველაზე დიდი დაკვეთა დღეს საქართველოს თავში ვთქვი, რომ არ გავახაროთ მტერი, არის ის, რომ ჩვენ ერთმანეთში კონფლიქტი მოგვიდეს, როგორც არ უნდა შეურაცხყოფები გვეძახონ, მოვითბინოთ და არჩევანი გავაკეთოთ მშვიდობის და არჩევნების სასარგებლოდ. მადლობა. ლელა რაზიკაშვილი ვაჟებ-შეველის ფონდის ხელმძღვანელი იყო ჩვენი სტუმარი. მადლობა.